გამარჯობა. ხშირად გვაქვს საჭიროება, რომ Excel-ში კონკრეტული მონაცემების მიხედვით ვიპოვოთ ხოლმე ეს მეორე ან სხვა ცხრილში არის თუ არა ეს მონაცემი და მისი შესაბამისი ინფორმაცია წამოვიღოთ. VLOOKUP-ზეა საუბარი, ოღონდ აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. გახსოვთ, რომ როდესაც VLOOKUP-ში ვსაუბრობთ, ვიხსენებთ იმას, რომ ყოველთვის მას მოაქვს მოძებნილი მონაცემის პირველი ჩანაწერი. XLOOKUP-ში კი მოაქვს შესაძლებლობას გვაძლევს უბრალოდ რომ წამოიღოს ბოლო ჩანაწერიც. მე გიორგი ორდატკიშვილი და მოდით ვნახოთ თუ რა საინტერესო საკითხის გადაჭრას შევძლებთ ამ ვიდეოში. პირველ რიგში ამოვაკოპირებ ისეთ მონაცემს, რომელიც არის მაგალითად ID ლაშასი და მაგალითად ნუცასი. აი ეს ორი ID ამოვიღოთ ქვემოთ. და ნახეთ, ესე იგი რეალურად გვაქვს ორი ID, საიდანაც ჩვენ გვაინტერესებს ამ ადამიანის მაგალითად დასახელი. თუ კლასიკურად VLOOKUP-ით გავაკეთებთ ამ ყველაფერს, მაშინ ნახავთ, რომ VLOOKUP-ში ჩვენ გვაქვს table array, მაგალითად IS და შემდეგ ვეტყვით, რომ ამოგვიღოს მონაცემი, რომელიც იქნება ცხადია, გავყინოთ მეორე სვეტი ზუსტი შესატყვისით. რა თქმა უნდა, ეს არის ლაშა 1. და თუ ფორმულას ქვემოთ ჩამოვწევთ, მივიღებთ ნუცა 1-ს. როგორც უკვე აღვნიშნეთ შესავალში, XLOOKUP-ს შეუძლია გააკეთოს მსგავსი რამ, მაგალითად, მოძებნოს ეს კონკრეტული პირადი ნომერი, მაგალითად, აი ამ მასივში და წამოიღოს შესაბამისად მისი სახელები, აი აქედან. თუმცა mode-ი, ასე ვთქვათ, ძებნის ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ გვჭირდება, რომ ბოლო ჩანაწერი წამოიღოს, ანუ ბოლო ჩანაწერის ამოსაღებად გამოვიყენოთ მაგალითად -1 და აი უკვე ნახეთ ლაშა 3, ნუცა 3 ამოიღო. მართლაც ეს პირადი ნომერი სიაში არის აქაც, აი აქაც და შემდეგ აი აქაც. მოკლედ ამით ვხვდებით, რომ ერთი და მეორე ვარიანტიც კარგია. ასევე კიდევ ფილტერი გვაქვს ახალი ფორმულა 365-ის Excel-ში შეგახსენებთ. ფილტერში რა შეგვიძლია ავიღოთ მაგალითად array, თუნდაც აი ესეთი და შემდეგ დავუშვათ უთხრათ, რომ იქ სადაც ID-ების მონაცემები, ანუ აი ეს მონაცემები ტოლია და ეს კონკრეტული უჯრა მივუთითოთ. და ამ შემთხვევაში ნახეთ უკვე 3-ვე ამოიღო. ანუ აქ ცოტა უფრო დაწინაურდა სიტუაცია და მდგომარეობა, თუმცა ფორმულის შემთხვევაში თუ მას ჩვენ გავავრცელებთ და რეალურად მივცემთ ისე, რომ ჩამოვიდეს ის უკვე მეორე ნაწილზეც, ანუ შემდეგ უჯრებზეც, მოდით ესენი გავყინოთ. ანუ გულისხმობ უკვე ჩამოვიდეს ნუცაზეც, მაშინ უკვე დააკვირდით ნუცას ამოხსნის, მაგრამ აქ spill error-ზე გავიდა. მაშასე, ჩვენი ამოცანა კი არის ის, რომ აი ეს პრობლემები, რომელიც ახლა შეგვექმნა, მოვაგვაროთ და მაინც გავიდეთ იმ შედეგზე, რომ კონკრეტული პირადი ნომრების მიხედვით ამოვიღოთ მთლიანი, თან არა მარტო სახელები, არამედ მთლიანი მონაცემები. ამისათვის მოკლედ უნდა advanced filters მივმართოთ. გავაკეთოთ სია, ეს არის სათაურით ID და ქვემოთ ჩამოვაკოპიროთ ყველა ის სათაური, რომელიც გვჭირდება. შეგვიძლია იყოს მთლიანად ყველა ID-დან დაწყებული ბოლომდე, ან უბრალოდ მოდით ავირჩიოთ სულ რამოდენიმე. მაგალითად ესენი და კიდევ დავუშვათ აი ესენი. შესაბამისად უკვე, ცხადია, უკვე ხვდებით, რომ მხოლოდ ამ მონაცემების ამოღებით ვართ დაინტერესებული. და როგორ ვაკეთებთ ამას? შევდივართ data menu-ში, ვირჩევთ ძალებას advanced, რომელიც არის sort and filter ნაწილში, გამოსულ ფანჯარაში ცხრილი მოინიშნა ავტომატურად თუ არა და თქვენ მონიშნეთ, შემდეგ criteria არის სწორედ ეს ID და ის ორი ID, რომელიც რეალურად ჩვენ გვაინტერესებს და copy to another location-ში შეგვიძლია უკვე აი ეს კონკრეტული მონაცემები მოვნიშნოთ, რაც გვქონდა განმოკოპირებული. მივცეთ OK და ნახეთ, მართლაც ამოიღო 3-ვე ლაშა, 3-ვე ნუცა და ზუსტად ის სვეტები და ის მონაცემები, რაც მას ჭირდებოდა. აი სულ ეს იყო და ვფიქრობ საინტერესო მიგნება. მადლობა ყურადღებისათვის. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩემი არხი, დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვები, მოიწონეთ ვიდეო და გელოდებით ტრენინგზე. მომავალ შეხვედრამდე.